უცხოურ კვლევებში ვკითხულობთ, რომ გადამწვარი მასწავლებლები სკოლას ტოვებენ. საქართველოში რეალობა სხვაგვარია. ჩვენთან მასწავლებლები რჩებიან. ისინი ყოველდღიურად ჩედიან კლასში, მაგრამ სისტემური პრობლემების გამო ხშირად ემოციურად უკვე წასულები არიან. მათი ენთუზიაზმი კვდება. ეს არ არის ინდივიდუალური სისუსტე, ეს არის არასდროს მოწყობილი სისტემის შედეგი. განვიხილოთ მთავარი ფაქტორები. პირველი გამოწვევა განათლების კომერციალიზაციაა, განსაკუთრებით კერძო სექტორში. სკოლა ხშირად იქცევა მომსახურების სფეროდ, სადაც მოქმედებს პრინციპი კლიენტი ყოველთვის მართალია. როცა მოსწავლეს არ აქვს აკადემიური ინტერესი ან ირღვევა დისციპლინა, სისტემა პრობლემას მასწავლებლის კომპეტენციაში ეძებს. ეს მომხმარებლური მიდგომა ძირს უთხრის როგორც მასწავლებლის ავტორიტეტს, ისე ჯანსაღ საგანმანათლებლო პროცესს. მეორე ფაქტორს განათლების მკვლევრები ადმინისტრაციულ ხალხს უწოდებენ. ეს არის მოცემულობა, როცა სკოლის მენეჯმენტი არ ფლობს კონსტრუქციული უკუკავშირის კულტურას. ადმინისტრაცია ორიენტირებულია მიკრომენეჯმენტსა და შეცდომების ძიებაზე. კოლექტიური საყვედურები და ზემოდან ქვემოთ მიმართული კომუნიკაცია მუდმივად ხელშეკრულების შეწყვეტის ფარული მუქარით ანადგურებს პროფესიულ ავტონომიას. მასწავლებელს სჭირდება ნდობა და არა შიში. მესამე არის კოგნიტური გადატვირთვა. 25 საათიანი კონტრაქტი სრული ილუზიაა. თანამედროვე მასწავლებელს უწევს იყოს აკადემიური ინსტრუქტორი, ქცევითი თერაპევტი, მედიატორი და ადმინისტრატორი ერთდროულად. გაკვეთილის დიზაინის შექმნა, ტესტების გასწორება, დიფერენცირებული მიდგომები და კლასის მართვა, ეს არის კოლოსალური, აუნაზღაურებელი ენერგია, რომელსაც სისტემა უბრალოდ არ აღიარებს. და ბოლოს, საზოგადოების არარეალისტური მოლოდინები. ცხადია, მასწავლებლები არ ვართ უნაკლოები. ჩვენც ვუშვებთ შეცდომებს და ყველა გაკვეთილი ვერ იქნება იდეალური. თუმცა, აკადემიურ სივრცეში სრულყოფილების მუდმივი მოთხოვნა თავისთავად უტოპიაა. შეცდომა სწავლების განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად ამისა, საზოგადოება ჩვენგან ჯადოსნურ შედეგებს ითხოვს, მაგრამ ავეწყდება მთავარი. ბაზისური აღზრდა და ეკრან დამოკიდებულების მართვა ოჯახიდან იწყება და ამ ტვირთის მთლიანად სკოლაზე გადატანა უსამართლობაა. დროა შევწყვიტოთ მასწავლებლების ზედაპირული რომანტიზება და დავიწყოთ მათი რეალური დაფასება. შეუძლებელია მივიღოთ მაღალი ხარისხის განათლება იქ, სადაც თავად მასწავლებელი გრძნობს თავს დაუფასებლად და ემოციურად განადგურებულად. კოლეგებო, გააზიარეთ ეს ვიდეო და დაწერეთ კომენტარებში. თქვენი გადმოსახედიდან კიდევ რა არის ის უხილავი ბარიერი, რომელსაც ყოველდღიურად აწყდებით.